საქართველოს სანქციების გვერდის ავლის სქემაში საკვანძო ქვეყნად გამოცხადდა. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Foreign Policy წერს, რომ ქართულმა ოცნებამ ისარგებლა სიტუაციით და ქვეყანა მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების მთავარ ელემენტად და გამდიდრების წყაროდ აქცია. Ამ სისტემის ცენტრშია საქართველო, რომელმაც სანქციების პასიური გვერდის ავლიდან სტრატეგიულ ხელშემწყობამდე ევოლუცია განიცადა. გამოიყენა რა? საკუთარი გეოგრაფიული მდგომარეობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური მოქნილობა, რომ ქცეულიყო მთავარ კვანძად რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ქსელში. საქართველოს ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ ისარგებლა ამ ხვრელებით და რეექსპორტი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გადაცემა და ლიბერალური ფინანსური რეგულაციები შემოსავლის წყაროდ გადააქცია. შედეგად ქართული ეკონომიკა სტრუქტურულად დამოკიდებული გახდა რუსეთთან დაკავშირებული კაპიტალის ნაკადთან, სანქციები აქცია გამდიდრების და არაშეკავების ინსტრუმენტად. სტატიაში ნათქვამია, რომ ვაჭრობამ და კაპიტალის ნაკადებმა სანქციების გამო კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით გადაინაცვლეს. ამ სქემის ცენტრში კი სწორედ საქართველო და მისი ინფრასტრუქტურაა. მათი დილემაა, რომ ერთი მხრივ ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც ძირითადად განპირობებულია სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, გაგრძელდეს, მაგრამ მეორე მხრივ ზედმეტი არ მოუვიდეთ, რომ ამ პროცესში საერთაშორისო სანქციების დარღვევა ქართული კომპანიების და ქართულ ეკონომიკაში მოღვაწე სხვა ასე ვთქვათ მხარეების მიერ აშკარა არ იყოს. ასე რომ ეს დილემაა, რომლის ბალანსირებას ისინი ცდილობენ. სანქციების გვერდის არიდება ნამდვილად არის ძალიან მტკივნეული თემა დასავლეთისთვის და ისინი ამაზე ძალიან მკაცრად და მკაფიოდ რეაგირებენ, ხო? იმიტომ ეს კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რისი გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს საქართველოში. ამიტომ არის რომ რეალურად სულ უფრო მეტი დასავლური მედია, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობები და მათი წარმომადგენლები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. Foreign Policy-ის დაკვირვებით საქართველოს ამ ახალმა ნეგატიურმა როლმა გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზეც იქონია. სახელმწიფო ინსტიტუტები ხელში ჩაიგდეს მოსკოვთან დაკავშირებულმა ოლიგარქიულმა ინტერესებმა. ქართული ოცნება კი ამ ინტერესების დაცვას საკანონმდებლო ზომებით ცდილობს. ამ ყველაფერმა კი ერთობლიობაში ქვეყნის დემოკრატიისგან უკუსვლა გამოიწვია. ნაცვლად დასავლური ცივილიზებული სამყაროს მოკავშირეობისა ქართულმა ოცნებამ აირჩია რუსეთის მოკავშირეობა და გახდა სანქციებისგან თავის ასარიდებელი სატრანსპორტო ლოგისტიკური კვანძი, რითაც გამდიდრდა ქართული ოცნების ჩინოვნიკები, გამდიდრდნენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრები, თუმცა ეს დადებითად არ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე ინკლუზიურად. ამ ყველაფრის ფონზე კი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტულად გამოიყენა წერილი, რომელიც მათ სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ოსალივანისგან მიიღეს. ოცნება ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სანქციების აღსრულებისთვის მადლობას უხდის, თუმცა ოცნების ოპონენტებისთვის ეს წერილი დიპლომატიური ტექსტით დაწერილი გაფრთხილებაა. ეს არის გაფრთხილება, რომელიც როგორც წინა წერილში მიიღო, ანუ საქართველოს რეჟიმმა, შემდეგ უკვე განსაკუთრებული რაღაცა, ასე ვთქვათ, აბიჯები არ იყო გადადგმული და ეხლა უკვე ახალ ჩამონათვალს უგზავნის განმეორებით სალივანი მაკაბოჭორილშვილს და ქრივიშვილს. აქ არაფერ შუაში არ არის არც მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებისგან თავის არიდების საკითხზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, ქართული ოცნება მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანა ვალდებულებებს ასრულებს და არაფერს არ ღვევს. თუმცა შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით საჭოდ გაზრდილი რეექსპორტის მაჩვენებლები დასავლეთში სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.